აი ოცი კარგი დავიწყოთ. ამბობს ქვია ნამდვილი ჩემპიონი. ესე უბრალოდ ჩემპიონი კი არა, ნამდვილი ჩემპიონი. აი ახლა გამოჩნდება ყველაფერი. მასწავლებელო, შეიძლება ერთი რამე გთხოვოთ? დიახ, გთხოვეთ, ჩემო მაგარო ვაშკაცო. ოღონდ უარს ნუ მეთქვით მასწავლებელო. იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი საკვირაო სკოლა, აი როგორც ჩვენი საკვირაო სკოლა დაახლოებით ეგრეთ. სადაც ყველა ასაკის ბავშვები დადიოდნენ. ერთად ლოცულობდნენ და საუბრობდნენ. რწმენის, სამშობლოს და ადამიანობის შესახებ. აი დაახლოებით ისე როგორც ჩვენთან ხდება. ამ სკოლაში პერიოდულად ტარდებოდა ხოლმე შემეცნებითი შეჯიბრებები. საშობაოდ, საავდგომოდ და ფერისცვალების დღესასწაულთან დაკავშირებით. გამარჯვებულები გარდა მედლებისა ჯილდოვდებოდნენ სხვადასხვა ადგილზე. წასვლით, ბანაკებით თუ კონცერტით თუ თეატრით თუ მოკლედ ასე შემდეგ. და მედლებითაც თავისთავად. სხვადასხვა ასაკის ბავშვები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, უფრო კი ყველა თავის თავს ეჯიბრებოდა, თავის სიზარმაცეს ეჯიბრებოდა. გამარჯვებულებს კი კვარცხლბეკზე აყენებდნენ და მედლებით აჯილდოვებდნენ. აი როგორც აქ ხდება. ერთხელ ასეთი რამ მოხდა. აი ამ საკვირაო სკოლაში ერთხელ ესეთი ამბავი სერიოზული რაღაც მოხდა. როდესაც ოთარი ავიდა კვარცხლბეკის ყველაზე მაღალ საფეხურზე, აი ეს არის ოთარი, მასწავლებელი რატომღაც მათეს უყურებდა. აინტერესებდა რა რეაქცია ექნებოდა. მათეს არ გაუმარჯვია, თუმცა ძალიან უხაროდა. მათე მივიდა გამარჯვებულ ოთართან და მიულოცა. მასწავლებელმა მათეს თვალებზე ცრემლით შენიშნა. საკვირაო სკოლის დამთავრების შემდეგ კი ცალკე გაიყვანა მათე და რაღაცას ეკითხება მასწავლებელი. ოთარი ამის შემდეგ ხშირად იმარჯვებდა. აი ეს ოთარი ხშირად იმარჯვებდა, ბეჯითი ბიჭი დადგა, ბევრ წარმატებასაც მიაღწია და ბევრ ახალგაზრდასაც ეხმარებოდა სწავლა განათლების მიღებაში. გავიდა წლები. საკვირაო სკოლის ბავშვები დაიზარდნენ. დიდები გახდნენ, დაოჯახდნენ ზოგი. მასწავლებელი კი მოხუცდა და როგორც ყველა ადამიანი, იმანაც გადაინაცვლა მარადიულ ცხოვრებაში. აქ ხო არავინ არ რჩება მუდამ. გარდაიცვალა. ეხლა რა ხდება? გასვენების წინა ღამეა. და აი ამ ყოფილ მოსწავლეებს ბავშვებს, რო უკვე დაიზარდნენ და დაოჯახდნენ, დაძინება არავის არ უფიქრია. უნდოდათ როგორც ქრისტიანული წესია, ბოლო ღამე გაეთენებინათ ლოცვით. არა ჯოკრის თამაში და არა სიცილხარხარით და რაღაც, არამედ ლოცვით უნდა გაეთენებინათ. ფსალმუნების კითხვით გაეთენებინათ. მხოლოდ ერთი ადამიანი აკლდა იქაურობას. ეს იყო მათე, რომელიც მძიმედ ავად იყო და საწოლიდან ვერ დგებოდა. ამიტომ დააკლდა მათე იქაურობას. შუაღამისას მასწავლებლის მეუღლემ სთხოვა ახალგაზრდებს, ცოტა დაესვენათ, ცხელი ჩაი დაელიათ, რადგან ციოდა, დაესვენათ ლოცვის გარო, ცოტახანი ჩამოსხდარიყვნენ, ჩაი დაელიათ. თან მასწავლებლის დღიური მოიტანა. დღიური, სადაც მასწავლებელი მნიშვნელოვან ამბებს ინიშნავდა ხოლმე. დღიური თეოდორეს მიაწოდეს წასაკითხად. გიორგი, ლუკა, ელენე, ნინო, ოთარი და სხვა ახალგაზრდები სმენად იქცნენ. აბა რა ეწერა, ყველას აინტერესებდა მასწავლებლის ჩანაწერები და თეოდორემ ესე გადაშალა, გადაფურცლა დღიური და პირველი რაც დაინახა, იმის კითხვა დაიწყო. და ასე იწყებოდა. ქრისტეშობის დღე იყო. ტრადიციულად ალილოს მსვლელობას ვაწყობდით საკვირაო სკოლის ბავშვებთან ერთად. მეორე დღეს საშობაო შეჯიბრებაში გამარჯვებულები უნდა გამოგვეცხადებინა. ამ დროს მოვიდა პატარა მათე და მეუბნება. მასწავლებელო,
შეიძლება ერთი რამე გთხოვოთ? დიახ, გთხოვე, ჩემო მაგარო ვაჟკაცო. ოღონდ უარს ნუ მეტყვი მასწავლებელო. ვეცდები, ჩემო მათე. თუ მე კიდევ გავიმარჯვე, ან საპრიზო ადგილზე გავედი და ოთარი ვერ გავიდა, შეიძლება ჩემს მაგირად ის დაასახელოთ გამარჯვებულად? რატომ, ჩემო მათე, ვკითხე მე? არასდროს გაუმარჯვია ოთარს მასწავლებელო, ძალიან უჭირს ხოლმე დამარცხების შემდეგ. მეშინია გული არ გაუტყდეს. არ გეწყინოთ, მაგრამ შეუძლებელია თქვენ ყველას ემოცია შეამჩნიოთ. მინდა რაღაცით დავეხმარო, უარს ნუ მეტყვით მასწავლებელო. მადლობა შენს მშობლებს, ჩემო მათე, შენი ასეთი გულისწყნიერებისთვის. ვუთხარი მე და მაშინ დავრწმუნდი, რომ ის იყო ნამდვილი ჩემპიონი, რომლისთვისაც გამარჯვებაზე მეტი ადამიანის გახარება და მისი გვერდში დგომა იყო. დაჯილდოებისას მათეს უყურებდი, მისი რეაქცია მაინტერესებდა. ჩანდა რომ უხაროდა. ცრემლიც კი წამოვიდა, მივიდა, მიულოცა ოთარს. დაჯილდოების ბოლოს ცალკე გავიყვანე და ვკითხე. ჩემო მათე, რას გძნობდი, როცა ოთარი კვარცხლბეკზე ადიოდა? აინტერესებდა ეხა მასწავლებელს, რა გძნობა ჰქონდა გულში, რას ფიქრობდა მათ? მე სამჯერ ავედი კვარცხლბეკზე მასწავლებელო, სამჯერვე ძალიან მიხაროდა. ანუ სამჯერ გაუმარჯვია მათეს. მაგრამ რასაც ოთარის კვარცხლბეკზე ასვლისას განვიცდიდი, ამის გადმოცემა შეუძლებელია. მეშინოდა სიხარულისგან გული არ გამსკვდომოდა მის გახარებულ თვალებს რო ხედავდი, მიპასუხა მათე. აი ამ გახარებულ თვალებს რო ხედავდი. მე მათე გულში ჩავიკარი და ვუთხარი. შენს გულს უფალი შეეხო მეთქი, ჩემო მათე. შენ სასუფევლის სიტკბოება გერგო. ხელი ჩასჭიდე და აღაროსოდეს გაუშვა მეთქი. თეოდორემ კითხვა დაასრულა. გადახედა მეგობრებს, ყველას ცრემლი მოსდგომოდა თვალზე. განსაკუთრებით ოთარი ჩანდა ჩაფიქრებული. ბოლოს ციჩუმე ოთარმა დაარღვია. გუშინაც ხომ ვიყავით სანახავად, წარმოგიდგენიათ, გარდაცვალების პირასაა და მაინც არ თქვა თავისი გაკეთებული სიკეთის შესახებ. არავისთვის არ უთქვამს თურმე მათეს, რაც მაშინ გააკეთა. ეს მან იცოდა და მასწავლებელმა და ღმერთმა. უთქმელი კაცია, ძვლის სიმსივნე აქვს, თან ხომ იცით, როგორი მტკივნეულია, გამოკუჩებელიც ვერ აჩერებს ტკივილს და მაინც ერთხელ არ დაუჩიულია, თქვა ელენემ. აი ელენემ თქვა. ალბათ როგორი ბედნიერი იყო მასწავლებელი, როდესაც მათემ თავისი სურვილი გაანდო. მას ხომ ჩვენი ერთად ყოფნა და ერთმანეთზე ზრუნვა ახარებდა, ჩაერია საუბარში იოანე. ბავშვებმა ერთხელ კიდევ ისაუბრეს, შემდეგ ისევ ფსალმუნის კითხვა განაგრძეს, ამასობაში გათენდა. მეგობრებო, წავალ მათეს მოვინახულებ, გადახედა მეგობრებს ოთარმა. ჩავეხუტები და მადლობას ვეთყვი, მან მთელი ჩემი ცხოვრება შეცვალა. გამარჯვების იმედი დამიბრუნა. გასვენების დროს კი დავბრუნდები. სამგლოვიარო პროცესია უკვე იმ აღმართს უახლოვდებოდა, სადაც სასაფლაო იყო. ოთარი კი ისევ არ ჩანდა. მეგობრები თვალებით ეძებდნენ უამრავ ხალხში ოთარს. აი გამოჩნდა, თქვა ვიღაცამ ზურგს უკნიდან. ოთარმა სირბილით ამოიარა აღმართი. დაღრილობისგან ძლივს სუნთქავდა. კიდევ კარგი მოგისწარით, თქვა მან გაჭირვებით. რა ქენი ოთარ? ჩაეხუტე ჩვენს საყვარელ მათეს. ხომ გადაეცი ჩვენი მოკითხვები? ხომ უთხარი რომ ვინახულებთ საღამოს, ეკითხებიან მეგობრები. ვერ უთხარი, ვერ მოვასწარი, ჩემო მეგობრებო. სვენებით უპასუხა ოთარმა. მათე დილით ზიარებულა, თვალები დაუხუჭავს და იქ წასულა, სადაც ჩვენი საყვარელი მასწავლებელი ეგულებოდა. როგორი ვიცი ყოფილა ჩვენი მათე? აი შეიძლება მათე რომ დავახასიათოთ,
როგორი ყოფილა თქვენი აზრით? აი უკარო გოგონაა, მაგის აზრი მაინტერესებს. მათი ყოფილა გულთბილი. გულთბილი. აი რატო თქვა მასწავლებელმა რომ ეგ ნამდვილი ჩემპიონი ყოფილა? აბა შენ რას გვეტყვი? იმიტომ უთხრა რომ ნამდვილი ჩემპიონი ხარ, რომ ღმერთის წმონა. აბა კიდევ რატომ თქვა? ლიზა, რატო თქვა ნამდვილი ჩემპიონი ყოფილა? და მე მათეებს შევეკითხოთ, მათეზეა ლაპარაკი. რომ ოთარის მისცა ისე გამარჯვების იმედი. რადგან სამჯერ გაიმარჯვა და ოთარის უკვე იმედი აღარ ქონდა და შემდეგ მიეცა და ამიტომ ფეხზე წამოდგა, ხო? აბა ერთი ბარბარეს კითხოთ და მე მათეს კითხოთ. მათეებს კითხოთ. აბა კიდევ ვინ არის მათე? აი მათე აქ არის. იმიტომ უნდა რომ გადაეცა მათეს იმიტომ გადაეცა იმისთვის რომ შემდეგ სხვებისაც ესწავლებინა და იმედი მიეცა. იმედი მიეცა. აბა მათე შენ რას გვეტყვი და მე საბამ გვიტყვი. თავისი ადგილი დაუთმო რომ სხვა ადამიანი გაბედნიერებულიყო და სხვაზე იზრუნა თავის თავი. ხო და ეგ არის ჩემპიონობა. ანუ გამარჯვებულს რო შეუძლია დამარცხებულის ადგილზე წარმოიდგინოს თავი და ის გაახაროს საბასთან გადაჭრა. ეგ არის ჩემპიონობა. საბა უკაროდ გეხარ, შენ ხო ხელში წერდი, გითხარ. ნამდვილი ჩემპიონობა არის, როცა წაგებული ხარ, მაგრამ მაინც გიხარია რომ ვინმე გავიდა პირველზე და შენ მიულოცა მას. ეგეც ნამდვილი ჩემპიონობაა, კი ბატონო. ანუ ეხა ნახეთ რა ხდება. მასწავლებელმა რა უთხრა? ჯერ მოდი ეს თქვათ მათემ რა თქვა. მოდი ეს თქვათ მათემ რა თქვა. მასწავლებელო, სამჯერ ავედიო კვარცხლბეკზეო, მაგრამ ეგეთი სიხარული რაც ახლა მაქვს გულში არასოდეს არ მიგძნია. ეგ მართლაც ეგრეა. ეს ვინც ეს მოთხრობა დაწერა, იმის სიტყვები კი არ არის. წმინდა პაისი ათონელი ასეთ რაღაცას ამბობს. შენ როდესაც რაღაცას გაძლევენ, ეს ადამიანური სიხარულით გიხარია. და შენ როდესაც სხვას აძლევ რაღაცას, ეს სულიერი სიხარული, ეს გაცილებით მეტი. იმიტომაც უთხრა მასწავლებელმა, რომ შენს გულს უფალი შეეხო. სხვა არის სიხარული, როდესაც ადამიანის გულს უფალი შეეხება და სხვა არის, როდესაც ადამიანური რაღაცის გამო გიხარია. იმიტომაც უთხრა, რომ შენს გულს უფალი შეეხო. სასუფეველის სიტყვება განიცადა იმ დროს მათემ არასრულად, რა თქმა უნდა, ნაწილობრივ ისიც. და უთხრა, რომ ხელი ჩაჭიდე მაგ სიტყვებას, უფალს ხელი ჩაჭიდე და არასოდეს არ გაუშვა. და რითი გამოჩნდა, რომ მათემ არ გაუშვა ხელი მაგ სიტყვებას, იცით, რომ არავისთვის არ უთქვია. მათეს რომ მთელი დედამიწისთვის მოედო ეს ამბავი, იცით ხალხო, რა გავაკეთე? ეგ იქნებოდა ნიშანი იმისა, რომ მათემ ხელი გაუშვა მაგ სიტყვებას. გამოამჟღავნა და გაუფრინდა გულიდან ის სიხარული. თუ გინდა რომ გულში სიხარული გქონდეს, აქედან დასკვნა რა არის? არავის არ უნდა უთხრა შენი ფარულად გაკეთებული სიკეთის გამო. თუ ღმერთი ინებებს რომ ეს გამოაშკარავდეს, როგორც აქ გამოაშკარავდა, რომ იმ დღიურს კითხულობდნენ და გამომჟღავნდა და იყოს ნება ღვთისა, მაგრამ შენ არ უნდა თქვა. აი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ. და ეხა ერთი რამე მინდა გითხრათ, ამას მოვაყოლო და მე ერთი უფრო ცოტა პატარებისთვის ერთი ამბავი მაქვს და მაგითი დავამთავროთ, აღარ გადაგხდი. დღეს ისევე როგორც აქ საკვირაო სკოლაში, გიმნაზიაში ვასწავლე მე და იქაც შეჯიბრებები ტარდება ხოლმე და ერთ-ერთი ძვირფასი მასწავლებელია, ბევრი ძვირფასი მასწავლებელია სხვათა შორის გიმნაზიაში და მე რაღაც რო გამიწირდება ხოლმე, გულწრფელად შევჩივლებ ხოლმე ვეტყვი, ეხა იმათ გამოცდილება მეტი აქვს ჩემზე და რაღაცა დახმარება რომ მჭირდება, რაღაც ჩემს გაუზიარებ ხოლმე ტკივილს იმ სფეროში, რაც ის არის და არის ერთი მასწავლებელი, ცისია მასწავლებელი, რომელსაც დღეს ველაპარაკებოდი და ვეუბნეოდი, რომ
ერთი მხრივ მეთქი მიხარია რომ ეს ბავშვები ახლა სტიმულია ამათვის რომ ვიღაც გაიმარჯვებს ვიღაცა მე იქ წამოვა კონცერტია თუ თეატრია თუ სხვა მაგრამ ძალიან გული მტკივა მეთქი იმ ბავშვების გამო ზოგს რომ ვერ გადააქვს ეს რა ქვია დამარცხება ძალიან უჭირს ზოგს რომ გადაი ზოგი მერე ტირი ზოგი ის არის და ფიქრობ მეთქი საერთოდაც ხო არ შევწყვიტო მეთქი რა ეს და ძალიან საინტერესო რამე მითხრა და მე რო დავფიქრდი მივხვდი რომ მართლაც ეგრე ცხოვრება ეგრეა სულ ჭიდილია სულ გამარჯვება და დამარცხება და აქედანვე ეს პატარები თუ არ შეეჩვენენო იმ პატარ-პატარა დამარცხებებს მე ცხოვრებაში გაუჭირდებათ ანუ ეს არის ფაქტიურად იმუნიტეტი რომ გამოიმუშავა აი ზოგს ახლა საბავშვო ბაღში არ დაყავს ბავშვები იმიტომ რომ იქიდან სულ გაციებული მოდის ჯობია პატარაობისას მოდიოდეს გაციებული გამოიმუშაოს იმუნიტეტი გამითი გაკარჯდება ვიდრე ინკუბატორში გამოუზარდოთ და მე შეუთხეს რაღაც მაგიტო აი ხა წარმოიდგინეთ ცხოვრება აღმართებისგან და დაღმართებისგან შედგება აი ეს არის აღმართი დაუშვით აი ამ პატარ-პატარა აღმართებს თუ არ შეეჩვია ადამიანი მე ცხოვრებაში გაუჭირდება ანუ იმ პატარ-პატარა დამარცხებებს უსიამოვნო შემთხვევებს თუ არ შეეჩვია მე გაუჭირდება ეხლა ნახეთ ეხლა აი ამ კუთხით რომ დავფიქრდი მე ის ბავშვი უფრო მეწოდება ცხოვრებისთვის ვისაც სულ გამარჯვებები აქვს პატარაობაში ვიდრე ის ვისაც დამარცხებები ქონია და მხნედ გადაუტანია იმიტომ რომ ცხოვრებაში სულ გამარჯვება კი არ იქნება სადღაც ფეხის წამოკრა იქნება სადღაც დაცემა იქნება სადღაც დამარცხება იქნება და ის ბავშვი რომელსაც ესე დამარცხებებით და გამარჯვებებით ესე გამოულია ხანის ყოფილა უფრო იწრთობა ამ ცხოვრებისთვის იო დაჯექი ცოტა ხანი იო დაჯექი უფრო იწრთობა აი ამ გამარჯვების აი ამ ცხოვრებისთვის გესმით რაზეა ლაპარაკი უფრო იწრთობა და ვისაც მარტო გამარჯვება და არასოდეს არ დამარცხებულა იმან შეიძლება უფრო ძიმედ განიცადოს ის მარცხი გესმით რაზეა ლაპარაკი ამიტომაც აი ჩვენ თუ დავმარცხდებით აი გუნდა გადაიტანო ადამიანი მაგან არ უნდა აი ყოველი ფეხის წამოკრა მივიღოთ როგორც გაკვეთილი ყოველი დამარცხება როგორც გაკვეთილი ყოველი უსიამოვნო შემთხვევა ახლა ადამიანი რაღაცა სპორტზე რო ვარჯიშობს ჯერ ხო პატარ-პატარა გირებით იწყებს ვარჯიშს მე დიდზე ისე ვერ გადავა აი ეს პატარ-პატარა დამარცხებები ადამიანს იმას ასწავლის რომ ცხოვრებაში რაღაცა უსიამოვნო შემთხვევა შეემთხვევა ყურები არ ჩამოყაროს უიმედობაში არ ჩავარდეს კარგი მოდი ახლა ერთი პატარა ამბავიც უნდა გითხრათ და მე ამითი დავამთავროთ ეს უფრო პატარებისთვის არის ეს არის კვარაცხელია პატარაობისთვის ეგ ისე ხუმრობით ან იქნებ რასპადორია ან რა ვიცი ხუჩა ან ჯოვანი სიმეონეა პატარაობისას კაცმა არის მოკლედ ესეთი ამბავია აი ეს სანამ დაიხატებოდა და სანამ ამაზე რაღაცა პატარა მოთხრობა დაიწერებოდა მე მივედი ჩემს პატარა გოგონასთან 4 წლისა საწოლში და იწვა და იქ ჩამოვჯექი და უყვები მართა ქვია მართა მეთქი იცი ერთი ზღაპარი უნდა მოგიყვე მეთქი და აბა რა ზღაპარია ხა ხო ვყართ ბავშვებს 4 წლისა ამეთმედეს და მეთქი და იყო და არა იყო რა მეთქი იყო ერთი ოჯახი აი ეს დედა არის შვილებია და ეს დედა მეთქი ერთხელ ავად გახდა მეთქი და საწოლში რო იყო წამოწოლილი ჩაეძინა მეთქი და ერთმა პატარა გოგომ იცი რა გააკეთა მეთქი წავიდა და სახლში თუ რამე ნახა დასალაგებელი მოალაგა მეთქი ყველაფერი და დედიკო რო გამოვიდა ეს პატარა მართა მეთქი თან თავისი სახელი უთხარი რომ გახარებოდა პატარა მართა მეთქი აი ესე გავწინებული თვალებით შეხვდა ამას იცი რა სიხარული აქვს გულში აი მათეს რო ჰქონდა სიხარული სხვას რო დაუთმო ჩემპიონობა აი სხვისთვის ვინც ზრუნვას გასწევს
აი ესეთი სიხარულია გულში და ამ პატარა მართასაც ესეთი სიხარული ქონდა მეთქი გულში, რომ დედიკო გაახარა მეთქი და მე იქ ბავშვები ლაპარაკობდნენ უფროსები მეთქი ივანე და მარიამი, რომ რა უხარ და დედიკოს ხო გაეხარდა ეს და რა უხარია დედას ერთმანეთში ლაპარაკობენ და რა უხარია იციო? ივანემ უთხრა რომ აი ჩვენ რო სახში მოვედითო გახსოვსო? მართა რო ცოცხლით დადიოდა და მე რაღაცა უცბად რო შეინახა ჩვენ რო დაგვინახავ. რა უხარია და მართა რო დედას დაეხმარავ. ის უხარიაო დედას სახლი რო აღარ აქვს დასალაგებელიო. არა, ეგ კი არ უხარიაო. რომ თანაუგრძნო დედას. დედას ისახარებს რომ ჩვენ თანაგრძნობა შეგვიძლიაო და რა არის თანაგრძნობა? თანაგრძნობა არის ერთი ადამიანი მეორეს ადგილზე რომ დააყენებს თავს და ისე რომ მოექცევა, როგორც მას უნდა რომ მოექცნე. ანუ მოექცე ადამიანს ისე როგორც შენ გინდა რომ მოგექცნე. და დედას ზუსტად ეგ უხარიაო, რომ მართამ თანაგრძნობა გამოხატა, თორე განა ის რომ მაინც და მაინც სახლია დაალაგებული. ხო და ამას უყვები მართას. მართამ ისმენს გაეხარდა რომ მართაზე ამბავი გამოიქცა და ყველას უყვება. აი იცითო ეს ზღაპარი არისო, ესე არის, ესე არის და მე მოხდა ესეთი რაღაც. მე მეუღლე მიყვება. ამ ეცადინებდა ოთახში ბავშვებს და მართა მოდის და მეუბნეო, დე, წამო იცი რა უნდა გაჩვენო და ეხა ეს ფიქრობს ალბათ კიდე რამე გადმოაგდეს ან დააქციეს ან რაღაცა და უნდა მოჩვენო სიურპრიზი. გამოდიოდა მართლაც ის არ არის რაღაცა მილაგებული მოლაგებულია რაღაცეები და ესე მიყურებს გაფართოებული თვალებით. ხო და ამ მოთხრობამ იმუშავა იქ და იმის მერე სხვათა შორის მუშაობს ეგ მოთხრობა. ანუ ცდილობენ რომ აი სიურპრიზი გაუკეთონ რაღაცით. რაღაცა დაახედრონ უფრო უკეთესად ვიდრე იყო. ხო და აი ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ? როგორც აი ამ მართას უხარია აქ ამ ნახატში. ისე თუ შეგვიძლია რომ თითოეულ ჩვენთაგანს გვიხაროდეს და რა შემთხვევაში? მე შეკითხოსო, აი რა შემთხვევაში? თუ ეს მარტო ზოგიერთების ხედრია რომ უხაროდეს, თუ ყველას შეგვიძლია ესე რომ გიხაროდეს. აბა გიორგი ხო? გიო, აბა შენ რას გეტყვი? მას შეკეთე უნდა გავაკეთო და უკან დაგვიფრინდე. შეკეთე უნდა გააკეთო და ეგ გაგახარეს, ბარბარა. ჩვენ სხვას თანაუგრძნობთ, ჩვენი გული გახარებული იქნება. ჩვენი გული გაიხარებს. სოფიო, აბა შენს გითხარი, ლილინა. ჩემი აზრით, ჩვენ ისე გამოაქცეთ, როგორც გვინდა რომ თვითონ მოგექცე. მაგალითად, ამ შემთხვევაში როგორც თქვენ თქვით, იმ გოგონამ დაულაგა სახლი და გაახარა დედა და ის იმ დედამაც გაახარა იმით, რომ თვითონაც გაეხარდა და იმ პატარა გოგონასაც გაეხარდა, რომ სიურპრიზი იმ დედას მოეწონა. კი ბატონო, ლილინა, შენ რას გეტყვი? ჩვენ იმ შემთხვევაში გაგვიხარდება თუ სხვას დავეხმარებით გაჭირებულს და კიდე გაგვიხარდება, რომ ის ადამიანი გავახარეთ, რომელსაც უჭირდა და დავახარეთ. კი ბატონო, ნუცა, შენ რას გეტყვი? როდესაც ჩვენ გვიკეთებენ რამე სიკეთეს, ის უფრო არ გვეხარია, ვიდრე ჩვენ როცა ვუკეთებთ სხვას. აი ეგ ახლა შეიძლება მართალია, ნუცა, ეგ ახლა შეიძლება ჩვენ ზოგიერთმა თეორიულად ვიცით, მაგრამ სცადეთ აბა უბრალოდ. სხვას გაუკეთე ის, რაც შენ გინდა რომ გაგიკეთე, ისე გაახარე და ნახავ რომ შენ უფრო მეტად გაგეხარდება. მე ამას წინათ მოგიყევით. თუ არა ვწდები, მოგიყევით ჩვენი ერთ-ერთი მგალობელი ანა მუზიაშვილმა რა გააკეთა. კიდე ერთხელ მინდა რომ არ მომიყოლია, ხო? აქ არ მომიყოლეთ, თორემ სტუდიის ბავშვებთან მოვყევი. რა გააკეთა, იცით? თავისი დაბადების დღე იყო, თუ არა ვწდები, სწორად მახსოვს დაბადების. ქრისტეშობა იყო? ხო და რა გააკეთა? ჩვენი ტაძრის მსახურებს, ტიქაროსნებს თუ მგალობლებს თუ აი ყველას წავიდა, თან მანამდე გამოარკვია ვის რა უყვარდა, რა ფერი უყვარდა, წიგნი უყვარდა, მაისური თუ რაღაცა. წავიდა და ყველას მოუტანა და იმითი გაახარა. ხო და მე იცი რას ფიქრობდი? რომ როგორი სიხარული ექნებოდა ანას, როცა დადიოდა და სხვებისთვის რაღაცეებს არჩევდა. აი სიხარული რაც ანას გულში ჰქონდა. იგივეა რაც აი ამ
გოგონას ჰქონდა გულში, როცა ალაგებდა სახლს და ფიქრობდა, რომ დედა რო ნახავდა, როგორ გაეხარდებოდა. აი სიხარული, რაც მათეს ჰქონდა გულში, როცა იცოდა, რომ ოთარი მის მაგივრად კვარცხლბეკზე ავიდოდა, აი სასუფეველის სიტყვება, ანასაც ექნებოდა გულში. ამაში დარწმუნებულები. მე რომ კითხე, მართლა ეგრეც აღმოჩნდა. აი როგორც იმ მასწავლებელმა რო კითხა მათეს, ხო გახსოვთ, რატო როგორი განცდა ჰქონდა? ხო და აი ეგ არის გზა, რითიც შეგვიძლია ჩვენ რო სიხარული გქონდეს. მოიწადინე სხვისთვის სიხარული და შენც იქნები გახარებული. მადლობ ყურადღებისთვის. Adres,